ჩვენთან ერთად ველოდებით თქვენ შეფასებას იმ პროცესის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პირველ რიგში აქციასთან დაკავშირებით და შემდეგ მთლიანად საკითხზე ველოდებით თქვენგან მარტივად. მესამედი ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შემიძლია პირდაპირ თქვათ, რომ აბსურდის თეატრში მგონია თავი. ეს არის პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით ღია კარის მტრევა. ძირითადი მესიჯი რა აქვთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის გამჭვირვალობასთან, რასაც ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს. ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ ეწინააღმდეგებიან. მეორე მესიჯი, რაც აქვთ, რომ თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთული. და მივექანებით თითქოს რუსეთში. ესეც ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი აბსურდი. საზოგადოებამ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, იცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრისთვის იბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა. დაღვარა სისხლი იმისთვის, რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და ყოფილიყავით თავისუფლები, არ ყოფილიყავით ვინმეზე დამოკიდებული. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდა ჩვენი წინაპრები და რა თქმა უნდა ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც და ქართული ოცნება არის ზუსტად ის გუნდი, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით, რომელიც იცავს ყველა ამ პრინციპულ ღირებულებას. ადამიანები, რომლებიც შეკრებილი არიან ახლა რუსთაველის გამზირზე, ამ ადამიანებს არ წმუნებენ პირიქით, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი იკეტება. პლუს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკოსებს, NGO-ებს ასევე მოყავთ ის განცხადებები, რაც გაკეთდა თუნდაც ევროპარლამენტარების მხრიდან, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ეს შეფასებები არის ნეგატიური ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. გიორგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა გადადგმული ნაბიჯი, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. დღეს მთელი თანამედროვე მსოფლიო იბრძვის იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ თავიანთ ქვეყნებში უცხოური გავლენები. ნახეთ, ყველა განვითარებული ქვეყანა, საფრანგეთი ავიღოთ, ბრიტანეთი ავიღოთ, ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ, ყველა იბრძვის იმისკენ, რომ უცხოური გავლენები შეამცირონ თავის ქვეყანაში. ნახეთ, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც კანონპროექტზე მიდიოდა მუშაობა, რა დაედო საფუძვლად ამ კანონპროექტის მიღებას, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობის გამყარება. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით და როდესაც გვეუბნებიან უცხოელები რა განცხადებებს აკეთებენ, აბა ერთი მოусმინეთ. ნახეთ როგორი თემა არის, ჩვენ აღნიშნული კანონპროექტი შემოგვაქვს იმისთვის, რომ უცხოური გავლენები შევამციროთ. და აქედან გვეუბნებიან, რომ უცხოელებს მოусმინეთ. საფრთხეებზეც ვისაუბროთ, ხო? აი, რა საფრთხეებს ხედავს ხელისუფლება, თუ კი არ იქნება დეკლარირებული ეს ფინანსები? ანუ კონკრეტულად სადმე ედინება, იმიტომ რომ ადამიანებს უხსნიან, რომ აი თქვენ მაგალითად თუ რაღაც მეურნეობა გაქვთ და დაგიფინანსათ რომელიმე ორგანიზაციამ, ეს შეგიწყდებათ, აღარ გექნებათ ამის უფლება ეს ორგანიზაციამ. კიდევ ერთხელ მივესალმებით იმას, რომ კარგ საქმეებზე დაიხარჯება თანხები. ეხლა გიში უნდა იყო, ხო? შეეწინააღმდეგო იმას, რომ აი რაღაცა თქვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფინანსდება და კეთდება, ხო? ამაზე მაგარი რა არის? ხო, რატო უნდა შეეწინააღმდეგო ამ ყველაფერს? პირიქით მივესალმებით ამას და ვინც ამ საქმეს გააკეთებს და ასეთი ბევრი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ არის მეორე გარემოება. ჩვენ გავიხსენოთ წლების წინ, დიდი ხანი არ გასულა, რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო და რას აპირებდნენ, იგივე თუნდაც ეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პირდაპირ პოლიტიკაში გადასულები, პოლიტიკური ლოზუნგებით, პოლიტიკური გზავნილებით, ასევე გვახსოვს ფაქტები, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, რევოლუციური სცენარის დაფინანსებები, ეს არის მტრობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა. ეს არის მტრობა და შესაბამისად ყველაფერი
უნდა იყოს ღიად, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალედ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა კონდეს ინფორმაცია იმ არასამთავრობოებთან დაკავშირებით, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რა კონკრეტულ პროექტებზე. ხო გვახსოვს კაცო, გვეუბნებოდნენ რომ გამოაშკარავდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ რევოლუციაზე ატარებდა სემინარებს, კანვასის ტრენინგებს გქონდა. ხო, გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ რაშვაში ვართო. USAID იყო ერთ-ერთი დამფინანსებელი, ჩვენო ეს დავაფინანსეთო მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. შემთხვევაში კულტურის წარმომადგენლების ეს გაუგებრობები რო არ იყოს, ამიტომ ისღებს ეს კანონ პროექტი ასეთ შემთხვევებს და იმოქმედებს თუ არა თავად დონორებს. ერთადერთი მოთხოვნა არის და ყველა იმ კანონ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთში, ყველაზე მსუბუქი კანონ პროექტია, ერთადერთი მოთხოვნა რაც არის, წლის განმავლობაში ლომჟარიებმა და გიგაურებმა შეავსონ დეკლარაცია. მეტი არაფერი. რომ ყველაფერი გახდეს ცხადი და ყველასათვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. დონორებიც უფრო ფრთხილი იქნებიან რადიკალიზაციის. რა თქმა უნდა, ეს მათი დაზღვევაც იქნება და არ აღმოჩნდებიან ისეთ უხერხულ მდგომარეობაში და შემდეგ არ მოუწევთ თავის მართლება, რომ თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგს აფინანსებდნენ და იგი 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ, კაცო. პარალელური დათვლები გააყალბეს, ვინ იყო ამის დამფინანსებელი. ეს გვინდა ყველაფერი გამოვასწოროთ, ეს გვინდა ყველაფერი შევცვალოთ. და საერთოდ რა კავშირშია ევროპულ მომავალთან აღნიშნული კანონი? პირიქით, გამჭვირვალობა, კაცო, ეს ერთ-ერთი ევროპული ღირებულება არის. ჩვენ რა გვინდა? გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ჩვენ ხო ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომელიც დღეს არიან, ხვალ შეიძლება სხვა იყოს მათ მაგივრად. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის ძვირფასი და რა არის ეს? ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც დღეს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა სიმაღლეზეა აყვანილი. მაგრამ ეს ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ კი უცხო ძალის გავლენის მქონე ორგანიზაციად დარეგისტრირდებიან ესენი, ეს ორგანიზაციები, ანუ პირდაპირ სტიგმა იქნება, რომ თითქოს ისინი ატარებენ უცხო ძალის ინტერესებს და შესაბამისად ეს იქნება ნეგატიური კონტექსტი. მარტივად ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რაც ხდება იმის გაჟღერება არის რეალურად. ხო, იღებს ეს ადამიანი რეალურად დონორი ორგანიზაციიდან თანხებს, გადმორიცხვა ხდება, ხო? ამ ფაქტის კონსტატაცია ხდება, მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი მოგონილი. უბრალოდ მარტივად ცდილობენ, რომ ეს გადაიყვანონ პოლიტიკურ სპეკულაციებში, დაძაბონ სიტუაცია. გარკვეული ნაწილი ხა ადამიანებს უამრავი წერს ადამიანი, ვინც აქციაზე იმყოფებოდა. მაგრამ ადამიანთან რაღაცა დაკავშირებით რომ შესაძლოა კონდეს ეს შფოთვა რომ ვიღაცა შეიძლება მართლა დააჯერეს, ვიღაცა შეიძლება მოატყუეს, ვიღაცას არა აქვს საკითხული. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, ადექით, წაიკითხეთ, ძალიან მარტივად შეგვიძლია ანალიზის გაკეთება. პრემიერი გამოვიდა თქვა, მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, რომ მზად ვართ გავხსნათ პლატფორმა, ღია პლატფორმაზე საზოგადოებას კონდეს სრული ინფორმაცია და გავყართოთ დებატები, რატო არის პრობლემური, ხო, ერთი არგუმენტი ხო შეიძლება მოყვანილი იქნას, რატო არის პრობლემა აღნიშნული კანონ პროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. ვერანაირი არგუმენტი. და კიდევ ერთხელ მიმეორებ, აბსოლუტურად მზად ვართ ყველა ღია ფორმატში შედგეს დებატები, მოვისმინოთ არგუმენტები, თუ არსებობს რაიმე არგუმენტი და ვიმსჯელოთ აღნიშნულ კანონ პროექტთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჯერ ულტიმატუმი გამოაცხადეს აქციის მონაწილეებმა, თქვეს, რომ 1 საათი დროს ვაძლევთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ გაიწვიოს კანონ პროექტი უკან. ეს დრო ამოიწურა და საბოლოოდ ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლონ კანცელარიასთან და მათ სურთ გასაუბრება პრემიერ-მინისტრთან. კანცელარიასთან ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა ხდება ახლა ადგილზე. ჩვენი კოლეგა ანა ბერძენიშვილი გვეტყვის ახლა რა ვითარება არის. ანა, გისმენთ, რა ხდება კანცელარიის შენობასთან? ანა, თუ გესმის ჩვენი? მგონია ტექნიკური ხარვეზი, რამდენიმე წუთში წესით აქციის მონაწილეები იქნებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის კანცელარიასთან, სამართალდამცველები არიან. სამართალდამცველები მობილიზებული. თვითონ აქამდე ეს ლიდერები განსაკუთრებით, აი მახსოვს ხოშტარი აჯაფერიძის განცხადებები, რომ ამბობდნენ, რომ აი პარლამენტთან სამართალდამცველები არ არიან და ახლა მიდიან იქ, სადაც არიან. სახელმწიფო კანცელარიაში. სადაც უნდა მივიდნენ, მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. თქვენ იცით, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და
ის წლები ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს, როდესაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა ქვეყანაში და გვახსოვს რა დამოკიდებულება იყო, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, რა დამოკიდებულება იყო მათი ოჯახის წევრების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს ქვეყანაში და ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა. თუ კი რაიმეს ქვეყანამ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი დღესაც თქვი და ვიმეორებ. დაკავშირებულია ქართული ოცნების მმართველობასთან. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნასთან. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლა, ვიზების გარეშე, კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნება არის ის გუნდი, ვინც იცავს ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ხო, ქართულ ოცნებასთან მივაღწიეთ წარმატებებს. ქართული ოცნება იქნება ის გუნდი, ვინც ევროპაში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას, ვინც გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა და ევროპული მომავალი. პირველ რიგში ევროპა მინდა ჩემს ქვეყანაში. ევროპული ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად, თითოეულმა ჩვენგანმა. და რა არის ეს, ხო, რაზეა დაფუძნებული? თანასწორ უფლებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე, რომელიც ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი და დღეს ის ადამიანები, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ აღნიშნული კანონპროექტი თითქოს არაევროპულია, ის ადამიანები, ისევ ის ადამიანების კუბილიუსები და ეგეთი მსგავსი ტიპაჟები გამოდიოდნენ და სააკაშვილზე გვეუბნებოდნენ დემოკრატიის შუქურა არისო. ისევ ის ადამიანები გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოთო, ქვეყანა უკან მიდისო. რაიმეს ხო არ ვამატებ, არის ხო ასე? ისევ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც გამოდიოდა და მოგვიწოდებდა იმაზე, რომ აი თუ სანქციებს არ შევერთდებით, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ევროპას შორდებითო. მეორე ფრონტის გახსნაზე და ბომბებით ცვიოდეს ქვეყანაში ის გვირჩევნიაო. არის ხო ის არასამთავრობო ორგანიზაციები? და ერთი რამ მინდა თქვა უბრალოდ, რა მაგდა. მაშინ ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი რო გადაედგა და შეცდომა დაგვეშვა. შევერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს? უკრაინიზაცია არ მოხდება ამ ქვეყანაში. გვახსოვს თუ რა მოწოდებები იყო და ხედავთ იმას, რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი, გაუბედურებული, დანგრეული, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები. ეს ხო გამოვიარეთ ჩვენ და ხო ვნახეთ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, საკუთარ ოჯახებზე, დაკარგული ტერიტორიები გვაქვს. და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი. და ესეც გამოსაძიებელია 2008 წელს რა მოხდა რეალურად და ვისი დავალებით ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი აქტი, რასაც ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა ქვია, უამრავი დაღუპული გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამას ყველაფერს უნდა გაიცეს აუცილებლად პასუხი. ახლა თუნებას მოგცემთ გავარკვიოთ ერთად რა ხდება ახლა კანცელარიის შენობასთან. ანა ბერძენიშვილი იმყოფება ადგილზე. ანა, თუ გესმის ჩვენი, როგორც ხედავთ, მოვიდნენ უკვე აქციის მონაწილეები და რა მოთხოვნები აქვთ მათ? დიახ, აქციის მონაწილეები კანცელარიასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე მოვიდნენ, ნაწილი არის გზაში. მე ვხედავ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ ამ წუთებშიც მოემართებიან, როგორც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ გააჟღერეს. მათი მთავარი მოთხოვნა არის აქციაზე გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ისინი სხვადასხვა შეძახილებით დაიზრნენ პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. ჯერჯერობით რაიმე განცხადება აქ არ გაუკეთებიათ, აქ აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. აქ მოვიდა რამდენიმე წამის წინ ნიკა გვარამია, აქ იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქ არის ასეთი სიტუაცია, აქ იმყოფება სამართალდამცველები, რომელსაც შემორტყმული აქვთ წრე და ისინი ჯერჯერობით ახერხებენ აქციის მონაწილეებთან კოორდინაციაში მუშაობას. ჯერჯერობით ეს სიტუაცია არის, რაიმე კიდევ გეტყვით, რომ რაიმე კონკრეტული განცხადება აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან თუ მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციას, ახლა გუშინ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, სტვენა, მუდმივი მცდელობა, რომ გაეღიზიანებინათ სამართალდამცველები. დღეს თუ ხდება ასეთი რამ?
დიახ, აქაც რომ მოვიდნენ პირველი აგრესია, პირველი მიმართვა მათი მხრიდან სწორედ პოლიციის მიმართ იყო, რომლებიც აქ დაგხვდნენ ჩვენს აქციის წევრებს წამოვყევით აქ და მათი ისინი არიან საკმაოდ აგრესიულები პოლიციის მიმართავენ და მადლობა ანა ბერძენიშვილი გვიამბობდა თუ რა ხდება ახლა კანცელარიის შენობასთან მე მაინც დავაზუსტებ რომ პარლამენტის შენობასთან დღეს პოლიცია არ იყო მობილიზებული რის გამოც ძალიან წუხდნენ აქტივისტები და შემდეგ უკვე გადაწყდა რომ გადაენაცვლოთ უკვე კანცელარიასთან სადაც ნამდვილად განან სამართალდამცველები მინდა გკითხოთ სპორტსმენების საკითხზე გამოხმაურებაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდი ბოლო ერთი კვირა და კვირაზე მეტი პრინციპში ვისმენდით მოწოდებებს რომ სპორტსმენები ჩართულიყვნენ ამ პროცესში და გაეკეთებინათ თავიანთი განცხადებები. სპორტსმენთა ნაწილმა ჩვენ მაყურებელს გადაცემის დასაწყისშიც ვუამბეთ, გააკეთა განცხადება ზოგმა Instagram story დადო საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მთავარი გზავნილი არის ევროპისკენ და მშვიდობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროპული მომავალი. ჩვენ მე უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ბიჭები და ეს არ მხოლოდ სპორტსმენებს და ფეხბურთელებს ეხება, ზოგადად მსახიობები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება უდიდესი ბულინგი. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ მესიჯებში, რას წერენ, როგორი შეურაცხყოფები. ეს ბულინგი, ვინ ახორციელებს ამან და ვინ დგას ამის უკან, მე მგონი საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან და დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს. არანაირი კავშირი არ გააჩნიათ მას. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. მედიაც ნახეთ როგორი დამოკიდებულება იყო თქვენს მიმართ. ერთი არ გამოსულა, ვინმე რომ დაეგმო. ისიც თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა. ნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი წახალისება მიმდინარეობდა. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. ეს კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები, ის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. იქ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება მართლა რაღაცა გულწრფელად ჯეროდეს, ან გაურკვევლობაში იყოს, ან არ ქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო ჩვენს ნუ დაგვიჯერებთ, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ გააკეთეთ შედარებები და გამოიტანთ დასკვნას, რომ გამჭირვალობა რატო არის, კაცო, რატო ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და რატო არის ეს ყველაფერი ცუდი, რომ კიდევ ერთხელ მიმეორებ, ლომჟარიებმა და გიგაურებმა უბრალოდ შეავსონ დეკლარაცია და საზოგადოებას წარუდგინონ წელიწადში ერთხელ თუ ვისგან იღებენ დახმარებას და თანხებს, ვინ ურიცხავს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ხედავთ თუ არა, ან გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ არსებობს გარკვეული რისკი პროვოკაციების მოწყობის. მით უმეტეს, რომ პარლამენტის ხომათა დარბაზშიც გაკეთდა განცხადება, მინიშნება იმის თაობაზე, რომ არაფერი არ არის გამორიცხული მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველაფრის მკადრებლები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი მკვლელები, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვახსოვს ჩვენ ხალხს რას უშვებოდნენ, გვახსოვს 26 მაისის დაშლის აქცია, დახოცილი ხალხი იმ ჯიხურების სახურავზე რო შემოაწყვეს თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველაფერი ახსოვს საზოგადოებას. ისინი ყველაფრის მკადრებლები არიან და ერთ-ერთი დეპუტატ წამოწდენაც ჰქონდა. იმასთან დაკავშირებით რომ ხო ვიღაცა დაიღუპოს. ყველაფრის მკადრებლები არიან, მაგრამ მე მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს ეს ადამიანები თავის სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე და იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს დაიცვან მათი უსაფრთხოება და ამისთვის მადლობა მინდა ბიჭებს გადაუხადო. მოდით ვისაუბროთ პრეზიდენტის როლზეც. განსაკუთრებით მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა ბოლო დღეებში სალომე ზურაბიშვილი, ვისაუბროთ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზეც და თავარი გზავნილი რაც პრეზიდენტს აქვს, რომ ეს არის რუსული ოცნება, ერთი ეს მოვისმინეთ და მეორე სპეციალურ საბოტაჟს უწყობს ქართული ოცნება საქართველოს ევროპულ მომავალს. რა განაპირობებს პრეზიდენტის ასეთ აქტივობას? ეს განცხადებები ჩვეულებრივი აგენტია, ჩვეულებრივად ასრულებს კონკრეტული ადამიანების დავალებას. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ის მის ინტერესში არ შედის საქართველოს ხვალინდელი დღე, მის ინტერესში არ შედის დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო. მის ინტერესში არ შედის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი. აკრავს ფეხს გაიქცევა, ხვალ წავა საფრანგეთში იქნება წყნარად შვიდად. საერთოდ არ აინტერესებს ეს ქვეყანა.
ეს ადამიანი კაცო არ გახსოვთ გამოდიოდა და იმას ამბობდა რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობა ჩვეულებრივი მავნებელია, მტერია ამ ქვეყნის. და საზოგადოება ამას ხედავს, ძალიან კარგად აფასებს. და რა თქმა უნდა გაეცემა შესაბამისი პასუხი. მისი მოთხოვნა, დავაზუსტებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მისი მოთხოვნა, რომ ევროკომისიამ უნდა განიხილოს ჩვენი საკითხი, მან მიმართა შარლ მიშელს, მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს. ევროკომისია განიხილავს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია და თუ არ ვცდები, მომავალ კვირაში აქვს განხილვა და სავარაუდოდ დიდი ალბათობით აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებენ და დაამტკიცებენ. ხო, აი პრეზიდენტის მხრიდან ეს რამდენად გამართლებულია, რომ საქართველოსთან უჩივის მაღალ ინსტანციებში, ცეკაში გვიჩივის. სამარცხვინოა უბრალოდ, აი ეს არის ჩემი შეფასება. მისი ამ განცხადებების და იმ ქმედებების, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში კადრობს. პროცესის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ? ფაქტია, რომ რადიკალური ლიდერები არ აპირებენ დანებებას, სანამ აქციების რესურსი ექნებათ, ისინი ამ აქციებს ჩაატარებენ. რას ფიქრობთ? აი რა მოლოდინი გაქვთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ ერთი რამ ცხადია, პარლამენტში ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ისინი აცხადებენ, რომ ეს სლოგანები ხომ მოსმენილი გვაქვს, ყოველ ჯერზე რო არ გავიმეორებ და ამის იქით საკითხის სიღრმეში ისინი არ აპირებენ შესვლას. როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი? ჩვენს გასაკეთებას გავაკეთებთ, გიორგი. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი. ეს მაგათმა იფიქრონ და რა მდგომარეობაში არიან და რა ვითარებაში არიან, ყველა კარგად ხედავთ. ჩვენი საქმე გვაქვს, ხელისუფლებაში ვართ, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უამრავი საქმეა გასაკეთებელი, არჩევნები ახლოვდება, პარალელურად არჩევნებისთვის ვემზადებით და რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი რაც იყო, ის არ შეიცვლება. გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება. ამ ლიდერების ქცევასაც ხო ეხა თუ დღეს დავაკვირდებით დღევანდელ პროცესებს, გვარამია ცდილობს, რომ აქციის სადავეები ხელში თვითონ აიღოს და თავისი ახალ შექმნილი პარტიით რაღაცნაირად ეს მუხტი თავისკენ წაიყვანოს, ხო? გვარამიამ რა ის რისი მუხტი უნდა წაიღოს, შეხედეთ გვარამიას, რა მუხტი უნდა წაიღოს გვარამია. ყოველ შემთხვევაში ისაკეთებს განცხადებებს ორგანიზატორებთან ერთად ის ჩნდება, აი რაზეც გააკეთოს კაცო გვარამია ხო ვიცით ვინც არის, გინდა ახალი დაირქვას, გინდ ძველი დაირქვას, რაც უნდა ის დაირქვას, საზოგადოებამ ხო იცის ვინ არის ნიკა გვარამია. ო რა წარსული აქვს, აი თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება იკადროს ადამიანმა, თუ კი რამე ბოროტება შეიძლება გაიფიქრო, ჩაიდინო, ყველაფერს კადრებელია. და შეხედეთ მის წარსულს კაცო. რამეთი შეიცვალა დღეს გვარამია, რამეთი განსხვავდება თუ რა? ნახეთ მისი განცხადებები თუნდაც სპორტთან დაკავშირებით, ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რასამბობთან დაკავშირებითაც მათ შორის. თუნდაც ელჩებთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მტრები რადიკალები არიან. სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არ აქვს. ხო იცი, ბოლო გაფართხალებაო რო იტყვიან, აი ესია მაგათი საქმე. წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო. ოპოზიციაც და NGO სექტორი ცდილობს, რომ ეს პროტესტი წარმოაჩინოს როგორც ახალგაზრდების პროტესტი. აი ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. ეს დაბრენდვა ხდება აი ასე აი ამ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ მართლაც ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ ქუჩაში. მცდელობა აქვს მაგისი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა ქართული ოცნების პირობებში. 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება ყველა წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ მყოფი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები დარბოდნენ ბრიუსელში და ცდილობა ჰქონდათ, რომ როგორმე ხელი შეეშალათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე, კანდიდატის სტატუსზე, ვერ მალავდნენ ამ ბოროტებას. გამოდიოდნენ პირდაპირ საუბრობდნენ ამ ყველაფერზე. მიუხედავად ამ ყველაფერზე, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი იდენტობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც სისხლი დაიღვარა. დავიცავით ეს ყველაფერი და ამით გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი. ხო, რა არის ჩვენთვის ძვირფასი? ხო, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითყოფადობას, ვიცავთ ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი და ის რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვედით, ყველაფერი ამის დამსახურებაა. ოჯახის ინსტიტუტი და ამ ყველაფრით გვინდა ჩვენ ევროპა და ევროპული მომავალი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გვინდა აქ პირველ რიგში საქართველოში. ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები, ზეწოლები, შეურაცხყოფები ხო გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა, როგორ გვიტევდნენ ეგრეთ წოდებული ჩვენი უცხოელი მეგობრები.
სანქციების მიერთებაზე, მეორე ფრონტზე და ასე შემდეგ. მაგრამ დავდექით მყარად, დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და ვინ მოიგო ამით? მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, ყველა მოვიგეთ. არა აქვს მნიშვნელობა აქ ოპოზიცია, არა ოპოზიცია, ყველა მოვიგეთ. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სამშობლომ მოიგო, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აი ეს არის ჩვენი პრინციპები. დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემის მონაწილეობისთვის. კახა კალაძე იყო ჩვენი სტუმარი, ვემშვიდობებით მას. მადლობა. განვაგრძობთ ჩვენ პირდაპირ ეთერს ახლა მთავრობის ადმინისტრაციას